გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვიწყებთ ტელერაუნდის მორიგ გადაცემას. ქართველები ემოციური, რომანტიკოსი და მეოცნებე ხალხი რომ ვართ, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი. მახსოვს 60-იან წლებში თბილისის დინამოს შემადგენლობაში მოსკოვიდან განთქმული ქართველი ფეხბურთელი სლავა მეტრევედი რომ გადმოვიყვანეთ, შევეცადეთ სახელიც გაგვექართულებინა და ზაურ მეტრეველად იხსენიებით. მაგრამ არა და არ მოხერხდა სლავას გაზაურება, ისევე როგორც დინამოს იბერია ვერ მოვარგეთ და ისევ დინამო დარჩა. როდესაც გავიგეთ, რომ ნატოს ჯარში და თანაც ხელმძღვანელ პოსტზე ქართველი კაცი ჯონ შალიკაშვილი მსახურობდა, აქაც ქართული სახელი მოუძებნეთ და ჯონს მალხაზი წაუმწვარეთ. მაგრამ ჯონ მალხაზ-შალიკაშვილი ამერიკელ გენერალად დარჩა და რომ გვეგონათ ჩვენი გამოისობით ქვას-ქვაზე არ დატოვებდა, სანახავადაც ვეღარ ჩამოდის. იმდენად დაკავებულია ამერიკული საქმეებით. სანაგიეროდ ამ ცოტა ხანში საქართველოში ჩამოვა კიდევ ერთი ჩვენებური კაცი, რომლის იმედი ნამდვილად გვაქვს. დარწმუნებული ვართ, იგი უპირველესად თავის მშობლიურ ქალაქს გალს მოინახულებს და ბოლოს შეუშვებს იქ გალელებს. ბუტროს გალზეა საუბარი. ეს იუმორი, სინამდვილეში კი მართლაც საგანგებო მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ბუტროს გალის მოსალოდნელ სტუმრობას საქართველოში. რას მოუტანს ბუტროს გალი გალელებს? და პირიქით, რას მოუტანენ გალელები ბუტროს გალს? დიახ, გალი არ არის დღეს ერთი პატარა ქვეყნის ერთი პატარა რაიონი, სადაც ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები ტრის ანაბარადაა მიტოვებული, სადაც ერთ დროს ულამაზესი ეგზოტიკური ბინები ჩაღანებული თვალებით გამოიყურებიან და მაინც მათი ნამდვილი პატრონები უკვე სიცოცხლეზე ხელჩაკნეულები მიირთვიან საკუთარი მკერისაგან. გალი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. გალმა მხედველობაში მაქვს რაიონი და არა მისი სეხნია გაეროდა. მრავალ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი, გაამართლებს თუ არა რუსი გაეროს ნდობას და ავტორიტეტს და თავისი ისტორიის მანძილზე პირველად შეასრულებს სამშვიდობო მისიას და ჩადგება მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების ელიტაში. თუ ისეთივე მშვიდობიანის მაძიებელი დარჩება, როგორც თქვათ, ავღანეთში იყო. მეორე, პატარა გალის რაიონში წყდება დიდი გაეროს ავტორიტეტი. გაერო მართლა გაეროა, რომელსაც შეუძლია ალაგმოს ფაშისტური აგრესია თუ ადრინდელი სოიუზის პროფკავშირი, რომელიც მარტო ლაპარაკობს და არავინ უსმენს. და მესამე, გალის რაიონში წყდება საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების პოლიტიკის ბედი. გალის რაიონიდან იწყება აფხაზეთი, აფხაზეთიდან სამაჩაბლო, სამაჩაბლოდან მთელი საქართველო. ამასობაში არ ზინავთ, არ ზინბებს, თუმცა ღმერთმა დაგვიფაროს ერთზე მეტი არ ზინბასაგან. ვლადისლავ, თუნდაც ადოლფ, ან აღა მაჰმად არ ზინბა, თათრეთს ეწვია ვიზიტით. თქვენც დამოუკიდებელი ხართ, ჩვენც დამოუკიდებელი. თქვენც იცით ქართული სისხლის გემო, ჩვენც ვიცით. მოდი დავხელ შეგრულებთ ერთხო. ალაჰი ჩვენთან არისო და ხელი მისცეს ერთმანეთს, მაგრამ მათ გაერთიანებას ჯერ საქართველოს, ხოლო შემდეგ რუსეთის კაცრი პროტესტი მოყვა. ჩვენგან ეს არაფერია, მაგრამ რუსეთისგან ცოტა მოულოდნელი იყო ასეთი გამოხმაურება. საქართველო აქ არაფერ შუაშია. თათრეთი რუსეთის ფედერაციაა. მისი დამოუკიდებლობა გალიაში მომწვდეულ ჩიტს გავს, რომელსაც კატის კლანჭები აქვს შემოვლებული და ღიმილით ათამაშებს. ეს უფეხო საწაგვია, ჯერ ფეხიანებს განაპირა მხარებს უნდა მივხედოდო და ჩეჩნეთი 90-იანი წლების საქართველოს დაემსგავსა თავისი პოლიტიკური სპექტრით და თავისი პრეზიდენტით. ახლა რომ ზუსტად გამსახურდია ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ მეორედ აღმოჩნდებოდა ბუნკერში თავის უმცროს ძმასთან, ჯოჰარ დუდაევთან ერთად. მაგრამ როგორც პრესა იუწყება, თავისმა უახლოესმა მეგობრებმა იხსნეს ამ განსაცდელისაგან. წავიდა და საფლავში ჩაიტანა ოცნება კავკასიურ სახლზე, რომელიც არ ვიცი პირველად ვინ დაიწყო, მაგრამ იდეა კავკასიური სახლისა დღესაც ცოცხლობს. ოღონდ ვის როგორ ესმის იგი. იმ დღეებში, როდესაც არძიბა თათრეთის პრეზიდენტთან ერთად ჩაის მიირთმევდა, კავკასიაში გაიმართა კავკასიის რეგიონის სახელმწიფოთა წარმომადგენლების შეკრება. ამ თათბირზე ჩვენ და სასიამოვნოდ საქართველოს წარმომადგენლიც იყო მიწვეული.
ჩვენი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი კმაყოფილი იყო ამ შეხედვით. თუმცა კარგად მოგვისმინეს, კარგადაც მიგვიღეს, მაგრამ მიგვიღებენ თუ არა საერთოდ კავკასიურ სახლში დღეს ჩვენთვის ქართველებისათვის მაინც გამოცანა. და თუ მიგვიღეს რა პირობით? აფხაზეთით თუ უაფხაზეთოდ? სამაჩაბლოთი თუ უსამაჩაბლოოდ? მაგიდის თავში თუ ბოლოში? თქვენი არ ვიცით რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ხოლო როგორ წარმოიდგინა იგი ჩვენმა მხატვარმა? თუ ცალკეულ სახელმწიფოთა ხელისუფალები როგორ დაინახავდნენ კავკასიურ სახლს, ახლა ჩვენ ფოტოებზე ვიჩვენებთ. როგორ წარმოუდგენიან არძიმბას კავკასიური სახლი და იქ ქართველი კაცის ადგილი. როგორ კავკასიურ სახლზე იოცნებდა რუსეთის ახლანდელი და მომავალი პრეზიდენტი. როგორ იქნებოდა ქართველი ხელისუფლების წარმოსახვაში კავკასიური სახლი? მე ვერ გეტყვით დღეს კონკრეტულად, რატომ უწოდებენ პრესას, ტელევიზიას, რადიოს მეოთხე ხელისუფლებას. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პირველი სამი ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო რეალურად ვერ მოქმედებს. არის კი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მეოთხე ხელისუფლება. ახლა პრესის ფურცლებიდან, ტელევიზიიდან, რადიოდან ხშირად ისმის ეს მოარული გამოთქმა. სინამდვილეში პრესა არ არის და არ შეიძლება იყოს ხელისუფლება. უფრო მეტიც, როცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ხელისუფლების პრეტენზიები ან ელემენტები გაუჩნდება, მაშინვე კარგავს თავის ფუნქციას. რაც შეეხება მის ზეგავლენას საზოგადოებრივ აზრზე, პრესა შეიძლება მეოთხე კი არა, პირველი ხელისუფლების ძალისაც კი აღმოჩნდეს, როგორც ეს საქართველოში 90-იან წლებში მოხდა. დღეს, როგორც ეს სამართლიან შენიშნა კაკო ბაქრაძემ, ქართულ პრესაში სრული ქაოსია. მაშინ, როდესაც პრესა, ტელევიზია, რადიო მოწოდებულია ობიექტურად ასახოს მოვლენები, ხშირად ერთ დღეს გამომავალ ორ სხვადასხვა გაზეთში რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას წაიკითხავ. მაგრამ ნუ გაგვიგვირდება, ასეთია დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური აზროვნება, ძალთა განლაგება, პოზიციები და
დღესაც ხომ ამ მოვლენათა რომელიმე სამრეკლოდან რეკავს. მაგრამ უჩვენო ცხოვრება მაინც არ შეიძლება. უჩვენო ცხოვრება მაინც არ შეიძლება. აბა ჩვენ რომ არა, მას ვინ გაგავიძებთ ალიონზე და გირჩევთ, ჩვენთან ერთად შეასრულოთ ბასტიბულუს ვარჯიშები. ჩვენ თუ არა, აბა სხვა ვინ გაგახარებთ, რომ წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც 1-2 ბრით გვექნება გაზი, ხოლო სინათლით უზრუნველყოფილი ვიქნებით მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე და მხოლოდ ღამის საათებში გამოირთობა იგი. აბა ჩვენს გარდა, ვინ მიგასწავლით არჩის გზას, რომ შემდეგ ეძიოთ თუ სად გაქრა მისი პრეზიდენტი და სიმწრით ნაშოვნი ფული. სხვავი გასწორებთ, რომ ამერიკული დასაწვავი დოლარები, რომელიც ადრე რუსულ ფულის ღირებულაზე გაცილებით ნაკლები იყო, დღეს მილიონის კუპონის ტოლფასია და რომ თქვენ ყველა მილიონერები ხართ. წარე ღიმილიც, მეგობრებო, წარეს წინამდვილია და ნუ დავძრახავთ თუ ზოგჯერ ჩვენს გადაცემებს. ღიმილიანი მოტივები გასდევს. ქართველი კაცი ყოველთვის ღიმილი და იუმორით იმსულხებდა ცხოვრებას და იგერიებდა მტერსაც. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ტელერაუნდის გადაცემებში ჩვენ იუმორისტულ მინიფილმებს გთავაზობთ. თუ ეს ფილმები ოდნავ მაინც მოგგვიეთ ღიმილს, ესეც საქმეა და დაგვერწმუნებთ, ჩვენ თქვენთვის მხოლოდ სიკეთე გვინდა. ახლა კი სერიოზულ საინტერესო თემებზე, რომელიც საქმრესის სააგენტომ მოგაწოდა. ქალბატონი ჰერნანდესი 48 წლის ბრაზილიელია, რომელიც მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა. მის შესახებ გამოქვეყნებულია ათობით სამედიცინო დასკვნა, სტატია და ნაშრომი. ეს არის ნამდვილად ნორმალური ქალი, 3 ბავშვის დედა. მარტო თმები აქვს არაჩვეულებრივი, სადაც გადის წვრილი ნერვები და სისხლძარღვები. თმების მოჭრას თანსდევს სისხლის დენა და აუტანელი ტკივილები. ჰერნანდესის თმები კანს სხვაგვარად უკავშირდება, ამბობს გამოჩენილი დერმატოლოგი ალდო გარსია, რომელმაც აღწერა ეს ფენომენი. ამ ქალის თმები შედგება სასიცოცხლო უჯრედებისაგან და საკუთარი სისხლის მიმოქცევის სისტემისაგან. თმები რეაგირებენ, როგორც ცოცხალი სხეული, შეჭრა კი იწვევს სისხლის დენას და ტკივილს. მისი თმების არაჩვეულებრივობა შეამჩნიეს ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა გოგონა 2 წლისა იყო. დედამ 2 კულული მოაჭრა და გამოცემული დარჩა. თმებიდან ჩამოწვეთა სისხლმა და გოგონამ ტირილი მოერტო. დედამ ექიმთან წამიყვანა, რომელმაც შეაჩერა სისხლის დენა თმის ბოლოების მოწვით. დღესაც მახსოვს, რაც ნელი იყო ეს. დედა გააფრთხილეს, რომ ჩემთვის თმების შეჭრა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მოვკვდები სისხლის დენისაგან. ექიმი გარსია თავის გამოკვლევაში წერს, რომ ანდრეას თმები შეხების დროსაც კი ძალზე მგრძნობი არიან. თმების სიგრძე 2 მეტრამდე მიაღწია და კიდევ აგრძელებს ზრდას. დავარცხნა ისე უნდა მოხდეს, რომ არც ერთი ღერი არ ჩამოვარდეს. ასეთი თმები ცხოვრება მეტისმეტად რთულია. ჩვენ დაუშვით თმების ნაწილობრივი ამპუტაცია ნარკოზით, მაგრამ ანდრეას ამის გაგონებაც არ უნდა. მან დაუჯერა ექიმ ბაშებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ თმებს შეეჭრის, მოკვდება. მედიცინის თვალსაზრისით ამ შემთხვევას ანალოგი არ აქვს. ეს მსოფლიო ფენომენია. პოლონელმა ქირურგებმა 6 თვის ბავშვის უნკერტის ღრუში აღმოაჩინეს ტყვია. დიახ, ჩვეულებრივი ტყვია, რომელიც 200 წლის წინათ გამოშვებული იარაღიდან არის გასროლილი. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ. ბავშვი ქვეყანას მოევლინა პარიზში, ამერიკელების ოჯახში, რომლებმაც უარი თქვეს გვარის გამოცხადებაზე. სამედიცინო პრაქტიკაში ამ უნიკალური მოვლენის შესახებ კონფერენციაზე კოლეგებს მოახსენა პროფესორმა ანდრე მაინაუტმა, რომელმაც 1990 წლის 3 ივნისს თვითონ გაუკეთა ბავშვს ოპერაცია. იგი ცნობილი ფრანგი ქირურგი პედიატრია, აირას ამბობს. ბავშვი დაიბადა არასრული წონის, რომელსაც დარღვეული ჰქონდა სისხლის მიმოქცევაც. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა.
როცა პატარა წლიდანხევრის გახდა, გაუკეთდა ოპერაცია. გულმკერდის გახსნის შემდეგ შევეხეთ ლითონის საგანს, რომელიც აორტის ახლოს იყო. დღესდღეობით ამის სახსნა შეუძლებელია. უცხოს სხეულის მოშორების შემდეგ ბავშვის სხეულმა გამოჯანმრთელობა დაიწყო. ლითონის საგანი შესამოწმებლად გადაეცა ექსპერტებს. მათ დაამტკიცეს, რომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეს არის ტყვია, რომელიც გასროლილია 200 წლის წინათ ამერიკაში სამოქალაქო ომის დროს. ბავშვის დედას ვერაფრით ვერ აეხსნა ეს მოვლენა. არც ორსულობამდე და არც შემდეგ დაჭრილი არ ყოფილა და საერთოდ არანაირი დაზიანება და დაჟეჟილობა არ ჰქონია. ჩვენი აზრით, ეს არის არანორმალური მოვლენა, რომლის განხილვა სიმპოზიუმზე არ შეიძლება, აცხადებს პროფესორი მაუნაიდი. ამ შემთხვევით დაინტერესდნენ ფრანგი პარაფსიქოლოგები. დასახელებული საზოგადოების წევრები ირწმუნებიან, რომ მათ შეძლეს დაემტკიცებინათ სპირიტანული კონტაქტი 19 წლის ჯარისკაცის სულთან, რომელიც 1775 წელს სამოქალაქო ომის დროს დაიღუპა გულმკერდში მოხვედრილი ტყვიით. 200 წლის შემდეგ დაღუპულის სული აღორძინდა ახალდაბადებულის სხეულში. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სულის გადასახლება ეს უკვე ფაქტია. სანქტ-პეტერბურგის მახლობლად გამოჩნდნენ მტაცებელი თევზები. ამის შესახებ გვაცნობა ადგილობრივმა გაზეთმა. გადმოცემულს თუ დაუჯერებთ, ნევის სუბნის მახლობლად აღმოაჩინეს უცნობი მტაცებელი თევზი, რომელსაც უწოდეს პირმინი. თავისი აგრესიული ნათესავის პატივსაცემად სამხრეთ ნახევარსფეროდან. ამის შესახებ ვრცელდება სხვადასხვაგვარი და რამდენადმე შემზარავი ცნობები. ერთ მეთევზეს მოაგლიჯა ხელი, მეორეს ფეხი, მესამეს თითები. შემდეგ მოხდა ნამდვილი ტრაგედია. ტრავმატოლოგიურ პუნქტში მოიყვანეს 9 მუშა. ესენი იყვნენ თევზჭერის მოყვარულები. მათი მონათხრობიდან გავიგეთ, რომ ფინეთის ყურეში ყინულის ჭრილიდან, სადაც თევზმჭერი მოწყობილობა ჩაუშვეს, ამოვარდა გველის მსგავსი გრძელი და მოხნეული სხეული. მეთევზეები დაგმინა და ბევრმა მათგანმა გრძნობაც დაკარგა. როგორც ჩანს, ფინეთის ყურეში შემოიტანეს ამაზონის პირინის ქვირითი. ცნობილია, რომ ამ თევზების ჯგუფს შეუძლია რამდენიმე წამში ხარი ჩონჩხად აქციოს. შეეჯვარნენ ადგილობრივ თევზს და ქვეყანას მოევლინა ახალი მტაცებელი თევზი. აი რას ამბობს ცნობილი ბიოლოგი პოტიონკინი. ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ახალი სახესხვაობის არსებობა და საშიშროებაც. ამ თევზს შეუძლია სიცოცხლე და გამრავლება გაუგონარ პირობებში. მას შეუძლია გადაადგილდეს სველ ბალახზე, მიწაზე და თოვლზე. შესაძლებელია კანალიზაციის მილებით მოხვდეს ქალაქის ტუალეტის ოთახებში. პირინის აქვს ძლიერი ყბები, რომელიც შემოსილია ბასრი კბილებით. ცნობილია შემთხვევა, როცა მათ მშვიდად გადაჭრეს მეტროს ენერგოსისტემის მიწისქვეშა კაბელები. ბიოლოგი პოტიონკინი პეტერბურგელებს ურჩევს ყოველ შემთხვევაში ფრთხილად ისარგებლონ განსაკუთრებით საერთო ტუალეტებით, რომლებიც განლაგებულია წყლის აუზების გარშემო. თქვენ გამგეობის მმართველობის სტრუქტურაში სახალხო მეურნეობას, კონკრეტულად სოფლის მეურნეობას ხელმძღვანელებთ. ბუნებრივია, ძალზე განსხვავდება სოფლის მეურნეობის მართვა იმ პერიოდისაგან, ადრეული პერიოდისაგან დღევანდელი. პრაქტიკულად საზოგადოებრივი მეურნეობები დაიშალა. შემორჩა სულ რაღაც ნაწილი მეურნეობების, რაც არსებობდა. აი, ჩემს ხელს არის ციფრები, რომელიც ლაპარაკობს იმას, რომ რამდენი ჰექტარი დარჩა თქვათ მეხილეობაში, მებოსტნეობაში, იმ დარგებში, რომელიც მეურნეობას ადრე გააჩნდა. როგორია თქვენი აზრი დღევანდელ სოფლის მეურნეობას? რა ვითარებაა დღეს რაიონში? რა გზით შეიძლება ამ მდგომარეობის გამოსწორება? რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობამ ძირეული ცვლილებები განიცადა ამ უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში. ის რომ მიწის ფართობების დიდი ნაწილი მოსახლეობას გადაეცა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი მეურნეობების ფართობები შემცირდა. საზოგადოებრივი მეურნეობებმა თითქმის დაკარგეს თავიანთი ფუნქციონირება, თუ იმასაც დავამატებთ, რომ საზოგადოებრივი მეურნეობებს ამჟამად
ძალიან ძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს შექმნილი, განსაკუთრებით ეს ითქმის ფინანსურ საქმიანობაზე, როცა კუპონი ასე გაუფასურებული, როცა ყველაფერი ისე მანეც ემორჩილებად ექვემდებარება, რომ არ არის საწვავი, რომ არ არის საკმარისი რაოდენობით ხარისხიანი თესლი, რომელსაც ვებულობთ. ამას ისიც ემატება, რომ სარწყავი წყალი, რომელიც ასე ძვირფასია სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი, სხვადასხვა მიზეზების გამო არ ეწოდებოდა სალთვისიდან, შეფერხებები იყო ტაშისკრის არხზე, ნაწილი სოფლებისა და იქ მიმდებარე ტერიტორიებისა, რომელიც ეკუთვნის როგორც მოსახლეობას, აგრეთვე საზოგადოებრივ მეურნეობებს არ ირწყვებოდა. თქმა უნდა, ეს ძიმე ეკონომიკურ სიძნელეებს წარმოშობს შემდგომშიც, რადგანაც ისეთი მოსავალი არ იქნა მიღებული. ის რომ საზოგადოებრივი მეურნეობები ნაწილი მიწებისა გადაეცა მოსახლეობას, მე მიმაჩნია, რომ სწორედ აი ამ ეტაპზე ეს რომ არ განხორციელებულიყო ნაწილობრივ მაინც არ შეუმსუბუქდებოდა ჩვენ მოსახლეობას ის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ყოფილმა საბჭოთა კავშირის კრებამ გამოიწვია და რაც საქართველოში უკანასკნელ პერიოდში ცნობილმა მოვლენებმა განსაზღვრეს. სოფლის მეურნეობას უნდა ვთქვათ, რომ ეს ძალზე უჭირს. ალბათ გაუჭირდება უახლოესი 5-6 წლის განმავლობაშიც. რადგანაც არ გააჩნიათ მოსახლეობას ტექნიკა, შხამმასალები, არ არის სასუქები, თუ არის ისიც ძალიან ძვირი. რა თქმა უნდა, გამოუვალი მდგომარეობა არ არის, გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ ჩვენს ხალხს ჩვენთან ერთად ალბათ ბევრი მძიმე განსაცდელი ეგლის და ეს უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად, რადგანაც სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული ჩვენი ხალხის შემდგომი ყოფა. ჯერ უნდა გადავრჩებით მერე ყველაფერს მოევლება, ამიტომ ყველას ვალი სწორედ ეს არის. ეს პრივატიზაციაზე ხოლმე საუბარი ბატონოთან. არის სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, როდესაც ლაპარაკი იმაზე, რომ ერთნი ამბობენ, კარგი იყო რომ მიწა მისცეს გლეხებს და საერთოდ არ უნდა გლეხებს სხვა პერსონალს, საშუალო პერსონალსაც, ინტელიგენციას რომ უწოდებ ჩვენ. მეორე ნაწილი ამბობს, რომ არ იყო საჭირო ვთქვათ ამის გაკეთება, ან მასშტაბები უნდა განსაზღვრულიყო ვთქვათ, ესე იგი ფართობი რაოდენობა 1 ჰექტარამდე, ზოგს მიეცა, ზოგს რამდენიმე მიასწრებდა და ასე შემდეგ. აქ თქვენს აღნიშნეთ, რომ დგება ასეთი პრობლემა, ტექნიკის გამოყენების პრობლემა. უпростоრად ტექნიკის არ ქონის პრობლემა, როცა ტექნიკა პრაქტიკულად არ აქვს მოსახლეობას. აი ეს ძალზე აწუხებს. არის სხვა საკითხები, როდესაც თვითონ თვითღირებულება, რომელსაც ჩვენ ასე უწოდებთ სოფლის მეურნეობაში, პროდუქციისა, რომელიც უნდა აწარმოოს კერძო მესაკუთრემ თავის ნაკვეთში, აი რა ჯდება მას? უღირს თუ არა მას ეს, რომ აი მიწის ეს ფართობი დაამუშავოს და მიიღოს მოსავალი. აი კონკრეტულად მაინტერესებს ამ ტექნიკის თვალსაზრისით. ყველაზე მეტად მაინც ეს უჭირთ. რომ დავარაგობენ ხოლმე საერთოდ მაინც ეს ტექნიკასთან აქვს საქმე, იცი და აი როგორ შეიძლება დავუშვათ, აი რა შეიძლება პერსპექტივა იყოს საიმისო, რომ ტექნიკა გამოიყენო. რა არის ამის რაიმე პერსპექტივა მომავლისათვის? ხო, პრივატიზაცია აუცილებელი იყო, მიწების პრივატიზაცია, ზეღანაც მოვახსენეთ, აუცილებელი იყო იმ გაგებით, რომ ესეთი დღეს ვასე მდგომარეობაში მოექცა ჩვენი ხალხი, მაინც რაღაცით გამოდის მდგომარეობიდან ამ მიწასთან აქვს საქმე. მაგრამ ერთი ულახდება თუ ნავთქვა, რომ მიწა კი ბატონო ყველას მივეცით, მაგრამ მე ჩემი შეხედულება ასეთია და მიმაჩნია, რომ მიწა პედაგოგს, ექიმს, შემოქმედებით ხელოვან ხალხს ძალიან ძნელია მიწასთან იმუშაო და მე აი შემოქმედებით შრომაში იყო ჩამბული. მიწა მართლაც იმას უნდა ჰქონდეს, ვისაც მიწის სიყვარულიც აქვს, მიწასთან ურთიერთობაც უნდა ჰქონდეს, ასე ვთქვათ, არიან ადამიანები, რომლებსაც სხორცეულად უყვართ მიწასთან მუშაობა, ვალდებულებიც არიან რომ მუშაობენ, არიან ამისი სპეციალისტებიც არიან, მაგრამ მე არ მიმაჩნია სწორედ რომ ექიმი, რომელიც სულ და ხორცით ძალიანად მოწაგნებულია იმისათვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ემსახუროს და იქ უნდა იყოს, რომ გაჭირებული ადამიანი მივიდეს, ის მიწასთან იყოს და მიწის დამუშავებას ეწეოდეს, როცა იქ იმოდენა საქმეა გასაკეთებელი.
ამით ის მინდა თქვა, რომ მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ იმისი, რომ მათ მიწის საშუალებით გაიმარცხონ, არამედ თვითონ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იცხოვრო იმისათვის, რომ ხალხს ემსახურონ. არა და ხალხს მარტო მიწასთან სამსახური კი არა, სულიერი საზრდოც ჭირდება, მომსახურებაც უნდა, ჯანმრთელობაც უნდა. ისე არ დაგვიმართოს, როგორც თქვენი გადაცემის ერთ-ერთ ვანო სანეგლიშვილის, რომელიც მოგესალმებით რა მდგომარეობაში ავიდა. ასე ვარ დაემართოს, აი ეს ტექნიკა ჭირდება, ჩვენ ასეთი რამე გადავწყვეტეთ გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად, ყველამ ერთმანეთს მოვილაპარაკეთ, რომ შეგვიქმნა ტექნიკური მომსახურების ტექ-სერვისის ასეთი საწარმო. შექმნილი არის ტექნიკის ნაწილი გადაცემულია, ნაწილი ტექნიკაც გადაეწემა. ეს ერთ-ერთი პიონერი არის ჩვენს რესპუბლიკაში, ჩვენთან შექმნილი ეს საწარმო. გატარებული აქვს რეგისტრაციაში, ზემდგომში წარფაც. ამის ვფიქრობთ, რომ ეს პირველი ეტაპი იქნება, როგორ მოემსახურებთ მოსახლეობას აი ამ ტექნიკით. ვფიქრობთ, ასეთი შეიქმნას რაიონში კიდევ ორი, სულ სამი. დაახლოებით ისეთები, როგორც MTS-ები იყო ესეთი ფორმის, მაგრამ ასეთი რა თქმა უნდა არ იქნება ფუნქციები. ეს ძირითადად მოსახლეობას მომსახურება და შემდგომში თუ საშუალება იქნება, რა თქმა უნდა, ორგანიზაციებსაც გაუწევს მომსახურებას. თუ კი ჩვენთან მოგვარდება საწვავის მარაგნაწილების საკითხი, დამირწმუნეთ, რომ ჩვენი გლეხიც ამოესწროთ და ხალხი რომელმაც მიწა მიეღო. მე მგონია, რომ ეს დროებითი პროცესი არის. ეს გაჭირება, ეს პრივატიზაცია ძროებითი პროცესი, რადგან შემდგომში ეს მიწაც ალბათ რამოდენიმე ადამიანის ხელში აღმოჩნდება, რომლებიც იმუშავებენ ამ მიწაზე, ვისაც ნამდვილად სწორედ აი ეს მიწის სიყვარულიც აქვს. ეს რა თქმა უნდა დღევანდელ ეტაპზე, როდესაც ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით, როდესაც კაპიტალისტურ გზას ვადგებით უფროსურად ცხოვრებისა, ეს პროცესი ალბათ აუცილებელი იყო და უნდა გაიაროს ჩვენმა ხალხმა. საბაზრო ეკონომიკა ბევრმა პირდაპირ სიტყვის პირდაპირ გაგებით გაიგო. იყიდი რაიმეს დაუშვათ სადღაც შორ მანძილიდან ჩამოიტან და გავედი ზედმეტ ბაზარზე. სინამდვილეში ეს რთული ეკონომიკური მექანიზმია, იცით თქვენ რა თქმა უნდა ამის შესახებ, რომელიც ასე ნელ-ნელა უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ცხოვრებაში. ეს შეეხება როგორც სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, ასევე სავაჭრო დარგს. წლების განმავლობაში და საერთოდ ჩვენი რაიონი, ეს ცნობილია რომ ეს იყო მეხილეობის რაიონია, ასე გახსოვთ თქვენ ბატონ მოთარდა, ახლა ყველას ვინც ყარლის რაიონში ცხოვრობს, პრიორიტეტული დარგი იყო მეხილეობა. ყველაფერს ვაგებდით ჩვენ მეხილეობაზე, მეურნეობის შემოსავალი და რაიონის კლიენტ შემოსავალიც. ჩვენი დოვლათის წყაროს შეიძლება ითქვას მეხილეობა. აი დღეს უკვე ეხლა წეგან თქვენ მე ციფრები მაქვს მეთქი და საოცრად შემცირებული არის საზოგადოებრივი მეურნეობის ბაღები. არა და ძირითადი შემოსავალი მაინც ჯერჯერობით რაიონს მაინც საზოგადოებრივი მეურნეობიდან აქვს. თუ მე მგონი ასე არა, თუ დამთახები. აი დღეს რა არის თქვა წამყვანი დარგი? ან იქნება დარგთა რაღაცა სტრუქტურაა შექმნილი. აი ამაზე რა ვთქვი? დღეს მეხილეობაში მართლაც რთული მდგომარეობა. ქართლის რაიონი გორის რაიონთან ერთად ერთ-ერთი კლასიკური წარმოებელი, კლასიკური ხილის წარმოებელი რაიონი იყო. ჩვენთან დაახლოებით 50,000-51,000 ტონა ხილის წაწარმოებით. ცალკეული მეურნეობები, როგორც არის საერთო მეურნეობა, ცალკეულ წლებში 11,000-10,000 ტონას კრებდა ხილს. ასე იყო სხვა სოფლებშიც. თქვენ სწორედ გზავნებთ, რომ მართლაც ხილი განსაზღვრავდა ჩვენ რაიონის ეკონომიკას. ჩვენმა მოსახლეობამ თუ ამოიწია და ჩვენთან ასეთი ნორმალური ცხოვრება, სახლები, ყველაფერი ხილთან არის დაკავშირებული. როდესაც ხილი შემოვიდა ჩვენს რაიონში, მე მართლაც ამოისურვე. ამ მდგომარეობა მოგვახსენეთ ძალზე რთული და მძიმე მდგომარეობა, რადგანაც ხილის ბაღები ფაქტიურად რაიონში აღარ არის. შეიძლება რამოდენიმე ადგილზე ისიც დიდი მცდელობით მოსახლეობისა შემორჩა ხილი და ალბათ ეს მათ მომადლოდეთ, რომ ჯერ რაიონში კიდე იქნება საშუალება ხილით მომარაგების რაიონისა და რესპუბლიკისა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობა ძალზე მძიმეა, ალბათ 80-85% არსებული ბაღებისა განადგურებულია. ტელემაყურებელმაც იცის, მათი გულის ტკივილიც ვიცით, ჩემის გულის ტკივილიც არის, რომ ჩვენ ვერ ვაკეთებთ იმას, რომ ხილი შევინარჩუნოთ, არ არის წამალი. არ არის
წერანაც მოასწრეთ სასოფლო ვერ იწვება ხილი გამოვიდა წვავ არა და ხილს ყოველთვიური მოვლა უნდა თუ მაგალითად მე მოვული ხილზე ჩემს გვერდზე სხვა არ მოვulis იმ ხილს არაფერი ის მამლები დავადერო გადმოდის შეულებრივად და ამითი ის რაც არის გაკეთებული ისიც რა თქმა უნდა ნადგურდება დღევანდელი მიმართულება ასეთია როგორ მე უნდა შევინარჩუნოთ ჩვენს ხელთ არსებული სპეციფიკა პროცესანი პერიოდის რაოდენობა და მართვის წარმოებას უნდა მოვყიდოთ ხელი აი ამ ეტაპზე მაგრამ მომავალში ალბათ მაინც ჩვენი საზონავი იქნება ჩვენი მოსახლეობა დაინახავს რომ ჩვენ ხილი უნდა ვაწარმოოთ და ესეთი ხილი რომელიც მართლაც კონკურენტუნარიანი იქნება ბაზარზე მე განსაკუთრებით ხელოვნებაში მოქვს რუსეთის ბაზარი დღეს მაგალითად თურქეთიდან შემოდის ხილი ვაშლის ჩვენთვის რა თქმა უნდა სამარცხვინოა მაგრამ თქმარება ასეთია ფაქტებს ვერ გავიქცევი არადა უნდა მოვყიდოთ ხელი სხვა გამოსავალი არ აქვს თავრობას რესპუბლიკის სამწუხაროება ყველანაირად უნდა დაეხმაროს ჩვენ ხალხს რომ აი ეს ტრადიციული დარგით ქართლში მე ქართლზე მაქვს ლაპარაკი კერძოდ ქართლის რაიონზე რომ ისე ლავორცინდეს ამას რა თქმა უნდა დრო ჭირდება მაგრამ შეფასება აღარ შეიძლება უკვე დადგა ის პერიოდი რომ უნდა ვიფიქროთ სულ მეც და სხვაც რა თქმა უნდა ახლა გარკვეულად შეკითხვის თემა ცოტა ამას წინა გადაცემაში გახსოვთ თქვენ ბატონმა გივის ადანრიშვილმა შემახსენა რომ ჩვენ მოგვიწია კომუნისტურ პერიოდში მუშაობა თქვენც მეც თქვენ შეიძლება ასე ითქვას კომუნისტური ოჯახიდან ბრძანდებით ქალბატონი ფერო ივანოვნა როგორც უწოდებთ მას ფერო გოჩაშვილს ცნობილი პიროვნება გაახდათ თავისი მოქალაქეობით თავის საქმიანობით ესე იგი კარგი პროფესიონალი იყო და კარგად აკეთებდა თავის საქმეს რაც შეეხება კომუნისტურ სისტემას ბატონოთ არ დამეთანხმებით რომ როდესაც დაიწყო ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ ის ჩვენ და სამწუხაროდ ზოგჯერ გადაიზარდა პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბევრი ადამიანი დაზიანდა დაზარალდა ეს იქნება სულიერად მატერიალურად ეს ცხადი იყო ეხლა მე არ მინდა რაიმე შეფასება მივცე დღეს კომუნისტურ სისტემას მის მუშაობას ეს ამ ჯერად ჩემი საქმე არ არის ერთს კი მე ვიტყვი მხოლოდ რომ თვით კომუნისტების ბელადი ლენინი ამბობდა რომ თუ რევოლუციას არ შეუძლია თავისთავი შეინარჩუნოს თავის მონაპოვარი ის თავიდანვე განწირულია დამარცხებისათვისო აი თქვენ როგორ ვფიქრობთ მაშინ კარგი კომუნისტობა ჯობდა თუ ცუდი კომუნისტობა ის საქმული პერიოდი რა თქმა უნდა კომუნისტების მონაპოვარი და თქმა იმაზე რომ მაშინდელი კომუნისტი დღევანდელი როგორ ჟევდა მე მაინც მიმაჩნია რომ იქსაცა წესიერი ადამიანი შრომობს ადამიანი რომელიც პროფესიონალია და თავის საქმეს კარგად აკეთებს იქ კომუნისტურ წყობაში ყოფილიყო და თუ დღეს იყოს მე მგონი მისაბაძია ყველასათვის და ის არის ერისკაცი კაცმა უნდა აკეთოს თავისი მინდობილი საქმე თუ თავის საქმეს აკეთებს მანიც ის აკეთებს თავის ერისათვის ოჯახისათვის და მაშინ კარგი კომუნისტობაც ალბათ ის იყო და ჩვენი ასეთი ხალხი მოგწონდა რომელიც საქმეს კარგად აკეთებდა და პირნათლად იყო საზოგადოების წინაშე ეხლაც კარგი ადამიანის იქნება და მამულიშვილის იქნება რომელიც აი ამ პერიოდებში გაარქმევს თავს ამ რთულ სიტუაციებს და იზრუნებს იმისათვის რომ თავისი ხალხი თუნდაც თავის ოჯახი და თავისი ქვეყანა ფეხზე იდგეს აი ეს არის კარგიც და იმ პერიოდისათვის და ეხლაც თუ იქნება ასეთი რა თქმა უნდა მე სულ დაგულით მივესალმებ ასეა თუ ისე ბატონო თარ ჩვენი პერსპექტივა მაინც ჩვენი მომავლის საქმეა მე რა თქმა უნდა თქვენთან ერთად იმედი მაქვს იმისა რომ სოფლის მეურნეობა დადგება ფეხზე რომ იქნება პროდუქცია რომ ადამიანი თავისი შრომით იცხოვრებს მაგრამ დღესდღეობის და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქვეყანა მაინც ჰუმანიტარული დახმარების იმედით ცხოვრობს პურიდან დაწყებული და ალბათ პური დამთავრებული ყველაფერს მაინც გარედან ვღებულობთ რას ფიქრობთ თქვენ რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს ასე და საერთოდ რა აზრის ახართ ამ ჰუმანიტარულ დახმარებას ჩვენ ევროპის გადაფასება გვინდოდა მაგრამ მარტო ჩვენ ერთ რესპუბლიკაში იყო ასეთი რომ ის ძველი წყობა კომუნისტური წყობა არ უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირში რა თქმა უნდა არ უნდა ყოფილიყავით იქ მოქმედი სისტემები
სულ სხვანაირი იყო, სულ სხვა პოზიციებზე იყო აგებული და დავიწყეთ დანგრევა. მაგრამ დავანგრიეთ ძალიან ძირფესვიანად ისე რომ იქ უკვე ასაშენებელიც აღარაფერი დავტოვეთ. და ისე უმტკივნეულოდ რომ გადასვლა მომხდარიყო აი ამ საზოგადოებრივ პრობლემაზე ეს ვერ მოახერხა. თუ ეს მოხერხდებოდა, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი არ იქნებოდა. ჩვენ აი ტოტზე რომელზეც ვიჯექით იმასაც ვჭირდით, ესე ხელარებით ყველაფრის განადგურება, გაცარცვა. გაივლით სოფლებში ნახავთ პირუტყვის სადგომები გავერანებულია, გატიარებულია. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე კულტურის დაწესებულებები არის თუ სკოლებშიც კი ამოცლილი ეს კისოსები, სარკმელები აღარაფერი აღარ არის დატოვებული. აი უბრალოდ აქედან მინდა თქვა, რომ ჩვენ შევძლებთ თუ არა აი ასეთ პირობებში და ასეთი მომენტში ასე სწრაფად აღვიდგინოთ სახალხო მეურნეობა. ისე სახალხო მეურნეობის აღდგენა შეიძლება, მაგრამ ძალიან დისციპლინა მკაცრი ხელი უნდა. უნდა მოეკიდოს ხელი ისე როგორც საჭიროა. ამის შემდეგ უკვე ალბათ ყველაფერი დაიწყება. ბევრმა განაპირობა დასავლეთ საქართველოს შექმნილმა სიტუაციამ, აფხაზეთის მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ გვერდზე შიდა ქართლში რა მდგომარეობაც შეგვემთვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ რომ მაინც ჩვენ ხალხს მობილიზება გამოიჩინა და ასე ხელაღებით არ გაგვენადგურებინა ის წლობით მონაპოვარი. მე რა ეს იმ პერიოდში იყო, კომუნისტურ პერიოდში იყო ეს მონაპოვარი, მაგრამ შეგვენარჩუნებინა და აი გადაგვეყვანა იმ რეესტრებზე, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა და რომელიც გვჭირდება ნამდვილად. და ეს ჰუმანიტარული დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, გაგვჭირდებოდა ძალიან, მაგრამ ის ჰუმანიტარული დახმარებაც ბევრ წილად სადმიდის უკვე ჩვენთვის აღარ არის ცნობილი, იმიტომ რომ ჩვენამდე არ მოდის ბევრი რამე რაც უნდა მოვიდეს. ასე არის ჩვენ სამწუხაროდ უნდა ითქვას. თქვენ ასე ვთქვათ, მკვიდრი ხარელელი ბრძანდებით, ბატონო თარ. მე ადრეს თქვი ახლა ვცნობრებ, რომ დადგა როდესაც რაიონის წამყვანი კადრები ხარელებით კომპლექტდება, ასე გაგრძელდება მომავალშიც. მაინც აინტერესებს ჩვენს მაყურებელს ძალიან მცირედ მოკლედ, მაგრამ მაინც თქვენი ცხოვრების შესახებ, აი ახამდე როგორ მოხვედით, რა გზა გაიარეთ? დავიბადე სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ამა ჩემი სამხედრო იყო. მაგრამ სხვა მიზეზების გამო, მდგომარეობათა გამო, ბევრი ჩემი თანატოლი და მეც უმამოდ გავიზარდე. ალბათ ბევრი მიცნობს ხარელში, იმიტომ რომ ხარელელი ვარ, აგერ ნახევარი საუკუნეა რაც შემისრულა, ნახევარი საუკუნისა ვარ. გარემმა ჩემ თვალწინ გაიარა ამ წლების განმავლობაში. ხარელში დავაშკაცდი, ხარელში დავოჯახდი, ის ყველაფერი, რასაც მივაღწია, ფაქტიურად ხარელთან არის დაკავშირებული. ბევრჯერ ყოფილა ჩემი გადაყვანის საკითხი, ბევრჯერ ნამდვილად თბილისშიც, მაგრამ მე არასოდეს ხარელიდან არ მიფიქრია წასვლა, როგორც ახლა, რადგანაც ხარელი ჩემთვის ყველაფერია. მე შემეძლო ჩვეულებრივად ამდღარი ყავა სადმე წავსულიყო, თავი გამერიდებინა, მაგრამ აი ამ წლების განმავლობაში არასოდეს, იმიტომ რომ ხარელი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემ თვალწინ გაიზარდა აი ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მახსოვს ყველა ქუჩა, ყველა სახლი სად როგორი იდგა, რანაირად იდგა. ნეტა შეიძლებაოდეს და ესე ის ჩემი ეს მეხსიერება ტელევიზორის ეკრანზე ესე გადმოვიდოდეს უცებ და დაინახავდეს ხალხი აი იმას, რაც ჩემ თვალწინ არის. რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად ბევრმა გაიარა ეს, მაგრამ ეს მე როგორ დავინახე და რანაირად ხედავდი, ალბათ ეს იქნება საინტერესო მაყურებლისათვისაც. ისე რომ დღეს თუ აი ამ თანამდებობაზე ვარ, ეს ხარელთან არის დაკავშირებული და ხარელის ხალხთან, ჩემს მეგობრებთან, ჩემს ნაცნობებთან და ყველასთან. საბედნიეროდ ალბათ საინტერესოც არის, რომ გამგეობის დღევანდელი შემადგენლობა რაღაც გამოვიდა, რომ ბოლოს თქვენ გამოვიხდა საუბარი. გარდა თავისი წმინდა პროფესიული მოვალეობისა დაჯილდოებულია კერძოდ ხელოვნების სხვადასხვა დარგის შეცნობით თუ უშუალოდ მონაწილეობით, სპორტით და ასე შემდეგ. მე ვიცი და წაკითხული მაქვს მე თქვენი ნაწერები, კერძოდ ისტორიულ თემაზე შექმნილი პიესა და სხვა ჩანახატები, ლექსებიც. ისიც ვიცი მომავალში რაღაცის გამოცემას წაპირებ და უნდა უსურო წარმატება თქვენ შემოქმედებას. აქ მე კონკრეტულად ერთ მომენტზე მინდა გავჩერდე. თქვენი შვილი გიორგი ჩვენი
იუმორისტული ჯგუფის წევრი გახდა და საკმაოდ აქტიური ბიჭია. ის რომ პირველი ნაბიჯები გადადგა მან ხელოვნებაში და ალბათ დღესაც ბატონოთარ თუ თქვენთვის რა თქმა უნდა საინტერესო იქნება მისი მონაწილეობით გაჩვენებთ ჩვენ ახალ ფილმს. წერან ვანო სანებლიშვილი ახსენეთ თქვენ. ვანო სანებლიშვილი ჩვენი ასე ვთქვათ ფილმების გმირი გახდა და სხვადასხვა მაყურებლის არამარტო ხიმილს იწვევს, არამედ ტკივილსაც იწვევს. და სხვადასხვა ამასინად მომივიდა ესეთი წერილი საუბარიც ჰქონდა რომ რატო მოკალით ის კაციო, კარგი კაციო და ჩვენ არ მოგვიკლავს ნამდვილად ის კაცი, უბრალოდ სიმბოლურად შეიძლება ითქვას სიმბოლურად მოკალი და მომავალში ვაპირებთ გაცოცხლებას. მაგრამ დღეს მაინც გვინდა გაჩვენოთ ფილმი ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ბოლოს იმას დავამატებდი რომ ჩვენმა ხალხმა გამძლეობა უნდა გამოიჩინოს ასეთ სიტუაციაში შემართება სულის სიძლიერე რომ ჩვენ ქართული ხალხი ვართ ის ჩვენი ტრადიციები არ დავკარგოთ შევინარჩუნოთ და ამ ტრადიციულ სოფლის მეურნეობას რა თქმა უნდა მივხედოთ და ერთად ავაღორძინოთ. რაც შეეხება ამ ჩემს სამ წევრ მოღვაწეობას მე ალბათ ვიტყოდი რომ მისურვებდი უბრალოდ რომ თქვენ იყოთ პირველი რედაქტორი ჩემი გამოცემისა და მიხარია რომ უჩემოთ ჩემმა პატარა ბიჭმა თვითონ აიდგა ფეხი თქვენი დახმარებით აი ამ გადაცემებში და პირველად რომ ნახე გაკვირვებული უყურებელი პირველად ალბათ ეს გადაცემა უფრო ძალას მოიკრებს ის სიყვარული რაც დაიმსახურა ამ გადაცემამ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ საუბრისათვის. კარგად. მეგობრებო, შეპირებული იუმორისტული ფილმი სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენ ვერ გადავიღეთ. სამაგიეროდ დღეს გთავაზობთ იუმორისტულ სიუჟეტს, სადაც გიორგი თურქაძესთან ერთად მონაწილეობას ვებულობენ ნინო მარჯანიძე და მიხეილ შავდათუაშვილი. ამასთან მინდა გასულოთ, რომ ეს სიუჟეტი გასულ წელს დაიწერა პასიენსისათვის, გადაიცა კიდეც მათივე ინტერპრეტაციით, დღეს კი მას ახალი რედაქციით გთავაზობთ. მაშასე იუმორისტული სიუჟეტი სტუმარი ხოხბის ფრთის ნაპირიდან. გამარჯობა ძვირფასო ელმოყურებლებო. ვიწყებთ გადაცემას ციკლიდან ჩვენი სტუმრები. დღეს ქარლესებია სამხრეთ აფრიკის ხოხბის ფრთის ნაპირის პრეზიდენტი აბდალ ამამ ჰამამ მამამ იო ფეიხუა უხუა. მას ახლავს თარჯიმანი დიდი კიტმარიაშვილი. ჩვენ გადავწყვიტეთ მცირე ინტერვიუ ჩამოვართვათ ბატონ ფეიხუას. ბატონო აბდალ ფეიხუა, რა არის ქარლეში და საერთოდ საქართველოში თქვენი ჩამოსვლის მიზანი? ჰალა, ჰოლა, ჰულა. მისტერ ფეიხუა ამბობს, რომ მათ ქვეყანაში კარგად იცნობენ შევარდნაძეს, ნათაძეს, წერეთელს, პეტრიაშვილს. და რომ მათ განსაკუთრებით მოსწონს ჩვენი პარლამენტარი ქალები. ჩემი ჩამოსვლის მიზანია დიპლომატიური ურთიერთობა დავამყაროთ საქართველოსთან. ხოლო რაც შეეხება ქარლს, მინდა გავეცნო მოსახლეობის ცხოვრების პირობებს. კერძოდ, როგორ მუშაობენ უხელფასოდ, უყუროთ, უთულოთ და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. თორემ ძალზე ბევრი ფული გვეხარჯება ხელფასებზეო. მისტერ ფეიხუა, ქარლეში რომ მოემგზავრებოდით, რა მოხდა უპირველესად თვალში? უი. მატარებლით რომ შემოვიერთდი, უპირველეს ყოვლისა თვალში მომხვდა ქვისაგან ჩამტვრეული მინის ნამსხვრევი, ხოლო შემდეგ მუჯრგუნი და წიხლი. ამასთან ძალზე გამოვეცნულოცა თქვენი სადგურის ბაქანისა და მოსაცდელი დარბაზის ხილვა. ბაქანი ეტყობა ნაღდებისაგან არის დახვრეტილი. მოსაცდელ დარბაზში კი ჩვენთან მაგალითად ამ მსუბუქი მანქანები აშენიან. თანაც ჩვენთან დარბაზს კარებები და ფანჯრები აქვს. გასაგებია, გმადლობთ. შემდეგი შეკითხვა. მისტერ ფეიხუა, ალბათ ხელსარიელი არ ჩამოგვიდოდით ქარლეში. ჩვენ მოგეხსენებათ სტუმარს ხელებში შევუყვებით. მაინც რა ჩამოგვიდარეთ?
ფალი ფალი ფული ვალი ფეიხვამ თქვა ჩამოვიტანე ჰუმანიტარული დახმარება სამი ტომარაფქვილი 100 ცალი მრავალჯერადი ხმარების შპრიცი რომელიც ჩვენ შიცის პოლიკლინიკაში მრავალჯერ გამოვცადეთ და 2 ცალი შავი ფერის ბინტი რაც შეეხება ტომარას რომ არ გაიფლანგოს და დანიშნულებისამებრ გაიხარჯოს თან დამოუკანი 100 ზანგი რომლებიც დასახდებიან პულკომბინატში ასე სულ 3-4 თვე დარჩებიან და მხოლოდ მათ დასჭირდებათ 3-ჯერ 4-ჯერ კვება დღეში და განსაკუთრებით უნდა მოუმზადოთ ხოხბის, ხბოს, წვადი და ასე შემდეგ ასე რომ არ შემარცხვენათო ბატონო პრეზიდენტო თქვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ გინახავთ სოფლიო საუკეთესო დასახლებული პუნქტები რის ნახავს ისურვებდით მომავალში ჰალა დუბაი ხოლა მაიამი გულა ვენეცია ძალიან მინდა ვნახო ბატიური, ლოშკინეთი და ჭანდრებიო მისტერ ფეიხუა ახლა დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ხოლმე დაგვისახელოთ მსოფლიო საუკეთესო საფეხბურთო ნაკრების გუნდები ჰალა ბარსელონა ხოლა აიაქსი ხოლა ბორუსია ამათ ვენეციის იუვენტუს აი ბრაზილი ფეიხუას ძალიან მოსწონს ქაელი სიბერია აგარის მეშაქრე გეხიჯურის პოლმეურე და დვანის ნაკრები გუნდები ხარელში ვის იცნობ და ვისთან მეგობრობას ისურვებთ მიტერ მოტერა მაქვს ადატოსთან ამასთანავ სატელეფონო საუბარი მქონდა მაგრამ მოდელი გამოირთო და ვეღარ გავაგრძელებთ ეს საუბარი იმედია ხვალზე შემხდება ქუჩაში კიდევ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ქარეში რომელთა ჩამოთვა ძალიან შორს წაგვიყვანდა და ჩვენი სატელევიზიო დრო არ მოხდება ბატონო ფეიხუა სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა მაგრამ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს რატომ მეუღლესთან ერთად არ ჩამოვცადეთ ბატონ ფეიხუამ თქვა რომ მას მოუხდა მგზავრობა 250 ადგილიანი თვითმფრინავით ხოლო მას ჰყავს 299 მეუღლე 301 ახლია და ვერ მოთავსდებოდნენ პატივცემულო სტუმარო რა აზრის ახალ დღევანდელ საქართველოზე პოზიციასა და ოპოზიციაზე რამდენი ხანია ადამიანის ხორცი არ მიჭამია და რატომ გამახსენებ? ჯაბა იუსელიანზე რა აზრის ახალ? კაი ახალგაზრდა ცოტა შაურემანი რომ იყოს აუცილებლად დავნიშნავთ ხოხბის ფრთის ნაპირის შეიარაღებული ძალების ბელადადო. საქართველოს პარლამენტზე რა აზრის ახალ? თქვენ ძალიან დაგრილი იქნებით მგზავრობით. ახლა საჭიროა ვისადილოთ. სად ისურვებთ ქეიფს? ჰამაც, ჰაიდა, ჰეიდა, ჰოვდილა. შოთა წყაროზე, ძამგელზე, სოლის რემლებში და ასე შემდეგ, სადაც კი მოვხვდებითო. სიამოვნებით ბატონო ფეიხუა, მოგზავნით. ბოლოს რასეთ ქაელის მაყურებელს? ალამბალა, კალამდალა, ოველკოվել, ნიორკალა, ყურამ, ჩალამ, ძალამ, ჯულამ, ჭაუჰაო. გმადლობთო. მადლობ ბატონო ფეიხუა, მოგზავნებისათვის და მიიღეთ ჩემგან ეს პატარა სუვენირი. ახლა კი დროა დავემშვიდობოთ ერთმანეთს მომავალ შეხვედრამდე.